ამ განცხადებებს ციფრასი აქვს ფეხბურთის სამშობლოს ღალატი ოკუპანტის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ჩვენო არაფერი ახალი არ უჩვენს თუ ყალბათ ამტკიცებს კობახიძე რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა ეს ნიშნავს რომ დაიწყო საქართველოს და ამაზე იყო სწორედ ხაზგასმა ამ განცხადებაში და მათ შორის გარკვეულწილად კანჭების როლა მაკაბაჭორიშვილის უწყებაში საგარეო სამინისტრომ ნახეს თქვენ 8 აგვისტოს გააკეთა ადეკვატური განცხადება, თუმცა მაკაბაჭორიშვილი ახლა არ გამოჩენილა ამ აგვისტოს ომის კვირეულში და გარკვეულწილად წინააღმდეგობრივიც იყო კობახიძის და ბაჭორიშვილის განცხადება, რადგან ხაზი გაუსვა ცხინვალის პარლამენტულმა რეჟიმმა და რა მოითხოვა? მოითხოვა ის, რაც იქანია ითხოვს. იმის საფუძველზე, რაც ირაკლი კობახიძე და კახკალაძე აცხადებენ, რომ ომი დაიწყო საქართველოს, მაშინ გადადგა ცვლის ნაბიჯი იმისთან, რომ აღიაროს ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიული დამოუკიდებლობა. ეს ნაბიჯი დარჩა, სხვა არაფერი და მე არ მგონია იცით, რომ იმდენად გულუბრყვილოა ირაკლი კობახიძე ან კახკალაძე, რომ არ იცოდნენ რას აკეთებენ. ეს არის შეგნებული ნაბიჯი, თუ გაიხსენებთ წელუკიანის ეგრეთ წოდებული ღალატის კომისიის ხელმძღვანელობას, ისევე როგორც დასკვნას და აგვისტოს ომის კვირეულში ახალი ცეცხლის გახსნას საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ეს გზა საბოლოო ჯამში მიდის აქეთკენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა საბოლოო ჯამში ხელი მოაწეროს იმ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, რომელშიც არა რუსეთი იქნება მხარე, რომელმაც ეს ომი დაიწყო და ეს აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, არამედ თბილისი, რომელმაც მდინარე ცხინვალი დაბომბა მათი განმარტებით და დაიწყო აგრესია. შესაძლოა ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, რა თქმა უნდა, სიცხლის სამართლის საქმე დღეს თუ არა, როცა იქნება აუცილებლად აღიზრება სამშობლოს ღალატის მუხლით, სწორედ იმ ადამიანების მიცემართით, ვინც ამას ესე კრემლის ინტერესებიდან გამომდინარე ამტკიცებენ და აბსოლუტურად ადეკვატურია ის მოთხოვნა, რომელიც გავრცელა რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ იმასთან დაკავშირებით, რომ აღიზრას სიცხლის სამართლის მუხლი ირაკლი კობახიძეზე და ეს არის საჩუქარი კრემლისთვის და გარკვეულად შემზადება საზოგადოების იმისა, რომ როგორცაც ესენი მიდიან იმ გზით, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება ქვია. სხვა ლოგიკა აქ არ არის, იმიტომ რომ ეს არ არის მიშას და ბიძინას შიდა პოლიტიკური ამბავი, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის ამბავი და როდესაც სუვერენიტეტის დაცვაზე ის კაცი ლაპარაკობს, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს და საოკუპაციო ხაზზე ერთხელ არ ყოფილა ეს ადამიანი და ერთხელ არ მოუკითხია როგორ ცხოვრობენ ან რაც გრძნობენ ეს ადამიანები. მე დღეს ვიყავი ერგმენში თავდონლილა ჩათიძესთან აგვისტოს ომის მუზეუმში და თქვენ წარმოგიდგენთ როგორი მძიმეა ამ ხალხისთვის, ვინც ეს ომი გამოიარა, იმის მტკიცება, რომ ომი დაიწყო საქართველოს, როდესაც ისინი საკუთარი თვალით ხედავდნენ, როგორ მიმდინარეობდა ამ ომის მომზადება რუსეთის მხრიდან და მათ შორის სეპარატისტები როგორ უჩენდნენ შეიარაღებას ჩრდილიან მოსახლეობას, როგორ აწიოებდნენ მათ და ახლა ამ ისტორიის გადაწერა, ისე როგორც ეს პუტინის პირით ხდებოდა 2000 წელს, ხდება მხოლოდ სამშობლოს ღალატის გამოცხადებული ქრონიკაა და უკვე მტკიცებულებების მიცემა მათთვის, რომ მეტი მოითხოვონ, მეტი დათმობის ფონზე და ერთადერთი დარჩა აღიარება და როგორც ჩანს ამას აპირებს ირაკლი კობახიძე, სხვა ლოგიკა აქ არ არის. და ამ საკითხის მიღმა ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ანუ თქვენ ადამიანს, რომელიც ასევე თქვა ექსპერტულადაც აკვირდება, ხო, წლების განმავლობაში თეო ამ რიტორიკას, რომელიც ისმის ყველა მხრიდან მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ აი წინა წლებში იგივე ყველა წინა საარჩევნო პერიოდებში თეონა როგორ ამუშავა ქართულმა ოცნებამ ეს ომი გინდას რიტორიკა, ხო? აი ამაზე ფიქრობ თუ არა რომ თქვათ უნდა გაგრძელდეს ისევ ლაპარაკი, რომ აი ამაზე სწორი მოქმედება, სწორი სტრატეგია, თქვათ ხელისუფლების ოპონენტისგან, ყველა შესაბამისი ჯგუფისგან, ანუ რა უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ჭრილობები არც მოშუშებულა თეო, ხო და არც განელებულა და ამას აჩვენებს თითოეული ქართველის დამოკიდებულება ამ უმძიმესი დღეების მიმართ, რომელიც სწორედ ომის წლის თავს ეხება, ხომ? და ომის წლის თავს ეკუთვნის და აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად, ანუ აი ქართული ოცნების შეფასების მიღმა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ არა რა უნდა დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს იმგვარად, რომ ეს არ იყოს პროპაგანდის იარაღი შესაბამისი პირების ხელში, ვინც ამას ეწევა. Პირველში ეს რომ ყოფილიყო მარტო კრემლის პროპაგანდა საქართველოში ომის ტრამვების გამოყენებით, ფსიქოლოგიური ოპერაცია, ჩვეულებრივი საინფორმაციო ოპერაცია საზოგადოების წინააღმდეგ, ამას უნდა დაპირისპირებოდა მაშინ სახელმწიფო, მაგრამ როდესაც საკუთარი ხელისუფალი გიპირისპირდება კრემლის პროპაგანდით
საზოგადოებას იმისთვის, რომ ეს ომის ტრავმები გამოიყენოს სათავისად, რა თქმა უნდა, ამას ჭირდება პასუხი და სამწუხაროდ მე მაშინ არ ვიზიარებდი იმ პოზიციას, რომ ამ პროპაგანდაზე პასუხი არ უნდა გაგვეცა და მე ჩემი მხრივ როგორც ერთი დეპუტატი პარლამენტში ვსაუბრობდი ამაზე, მაგრამ ორი რამაა ძალიან მნიშვნელოვანი. ანა, ერთი არის, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია მალე დასრულდება, არ გაგრძელდება კიდევ 4 წელი მინიმუმ და პროგნოზები არის ის, რომ წელიწადი და წელიწადნახევრის ვადაში წესით უნდა დასრულდეს მაქსიმუმ. და მეორე, რომ რუსეთი მარცხდება. აი გულშინდელი შეძახილი ქართული ოცნების მხარდამჭერის, რომელიც პუტინის ზე საუბრობდა აგვისტოს ომის კვირაულში და პუტინის გამარჯვებაზე, რა თქმა უნდა, ამორალური იყო და ძალიან მძიმე, როდესაც ქართველი ამას აკეთებს, მაგრამ მეორე წუთში შევხედოთ, ყველა ქართული ოცნების ამორჩეველი თუ არა, ძირითადად ის პროპაგანდისტები, რომელიც ამ პარტიას ხარს უჭერენ, გულშემატკივრობენ ოკუპანტ რუსეთს, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დამარცხდება და ეს აუცილებლად ასე მოხდება, მთელი პროპაგანდის ხაზი ჩამოიშლება და კიდევ ერთხელ გამოჩნდება რა არასწორი ფსონი გააკეთა ივანიშვილმა რუსეთის გამარჯვებაზე. შესაბამისად, ჩვენ ორი რამ გჭირდება, ერთი შიდა კომუნიკაცია და მათ შორის იმაზე საუბარი თუ რაც გავაკეთებდით ჩვენ ან რა უნდა გააკეთოს საქართველოსმა ამ ვითარებაში და მეორე ვიყოთ ამ მათ შორის იმ პროცესში აქტიურები, რაც ხერხია რუსეთის სტრატეგიული მარცხის გაფორმების პროცესში, რომელსაც ჩვენ დღეს ხედავთ. და ბოლოს ჩვენ ვნახეთ ვიდეო მასალა, სადაც კალაძე ელაპარაკება რუს ბლოგერს და პასუხობს მის კითხვებს და აი თქვენ წინა სტუმარი თქვენამდე ბერდია სიჭინავა ამბობდა, რომ აი რატო არ გვიჩვენეს, რომ მაგალითად იტალიელ ბლოგერს ან სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ელაპარაკება და აი როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ამბავიც კითხვის ნიშნის შემცველი თქვენთვის? ხა აქვე უნდა ითქვას, რომ თქვათ ტურისტისთვის კარი უნდა იყოს ღია, ყოველთვის არსებობს აქ ეკონომიკური მიზნები და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია. ამ პროცესის მიღმა თქვენ როგორც ხელისუფლების კრიტიკოსი ხედავთ თუ არა სხვა ტიპის მიზანმიმართულ პროცესს იმ ვიდეო მასალის გათვალისწინებით, რაც ნახა საზოგადოებამ? ეს ვიდეო ჩაწერილია თალკე და შეუძლებელია კალაძესთან ეს ვიღაცა ტურისტი მივიდეს და უთხრას რომ მოდი დავილაპარაკოთ და ის დაუჯდეს და რომ რამდენ ქართულ ჟურნალისტს გაქვთ ეგ შესაძლებლობა რომ თალკე კალაძე დაგიძდეს და ინტერვიუ მოგცეთ. მე ასე შესაძლებლობა დიდი ხანია არ მინახავს. ხო, ნუ საერთო სინქრონზე დგება ეს კაცი და საერთო სინქრონზე ელაპარაკება ეროვნულ მაუწყებლებს. ამიტომ რუსი ბლოგერის განცალკევებით მასთან საუბარი რა ვიდეოს მე ვნახე. რა თქმა უნდა არის წინასწარ შეთანხმებული, კალაძემ ძალიან კარგად იცოდა თუ ვის აძლევდა ინტერვიუს და ძალიან კარგად იცოდა რატომ იყო ის სამთავაში ინტერვიუერი და რესპონდენტი და არა ვინმე სხვა. კახტელაძე არის დღეს წარმოადგენს კრემლის პროპაგანდის მთავარ ხაზს. და ის საკუთარი სამხედროს წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას ისე როგორც ირაკლი კობახიძე. შესაბამისად ძალიან ლოგიკურად შეარჩია რუსულ ბლოგერმა რესპონდენტი ამ შემთხვევაში კახი კალაძე და ძალიან ლოგიკურია ეს რუს ბლოგერს ელაპარაკება და არა იტალიელს ან ფრანკს ან რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყნის. შესაბამისად ესეც საინფორმაციო ნაწილია რუსეთის მხრიდან და აქ ძალიან დახალოვნებულები რო არიან კრემლიდან ეს ძალიან კარგად ვიცით. შესაბამისად მე ის გამიკვირდებოდა სიმართლე გითხრათ რომ კახტელაძე დამზარიყო დიდი ბრიტანეთიდან რომელიმე ევროპული ქვეყნის ბლოგერთან და ესაუბრა იმ საკითხებზე, რადგან ისაუბრა. დღეს სამწუხაროდ კალაძე, ირაკლი კობახიძე, ჩალვა პაპუაშვილი ეს სამეული ტროიკა, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ღიად აცხადებენ ბრძოლას საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ჩამოყალიბდნენ რუპორებად კრემლის და შესაბამისად ეს არის ყველაზე მძიმე სანახაობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ეს რუსი ბლოგერის შემთხვევითი ინტერვიუს, სწორედ ამით ძალიან პატარა კომპონენტია. დიდი მადლობა თეონა, დაგემშვიდობები პოლიტიკოსი თეონა აკუბარდია საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. მე არ გემშვიდობებით, ჩვენ 6-ზე კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.